მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, სულხმას მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა ახალ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ნახოთ, ახალი ურთიერთობა, ხო? ახლა ისე ვთქვათ, დასასვენებლად იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც შეიძლება გაიცნოს ზღვაზე, მთაში, ხო, სადა არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი, რომელთანაც რაღაცა სასიამოვნო ურთიერთობა დაიწყო, ხო? ან უბრალოდ რაღაც ნაცნობობა შედგა. და ნახოთ, ხო, არის რაღაცა იმპულსები ყველა გრძნობს, ხო? ქალბატონის და მამაკაცის, როდესაც მის მიმართ არის რაღაცა ინტერესი, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გრძნობენ და შესაბამისად, რაღაცა გაინტერესებთ, ხო? თქვათ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობებს, ხო? როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა? ნახოთ აბა, რამე ნაბიჯს გააკეთებს თუ არა ახალი ურთიერთობები. ნახოთ, როგორი ადამიანი მოვიდა ჩვენთან, ვის არის ვთქვათ, ვისთვის რეზონირდება უფრო მეტად, სიგნიფიკაცია ვნახოთ აუცილებლად ადამიანის. ესე იგი, რომ ვთქვათ, ესე ურთიერთობა შეიძლება დაიწყო, კი ბატონო, მაგრამ, ესე აქტიური სიტუაცია ნამდვილად არ ჩანს, აქ არის ის მომენტი, როდესაც უბრალოდ, ვთქვათ, ერთმანეთს ვათვალიერებთ, გაცნობა ხდება. ოღონდ ეს არის ძალიან ფრთხილი, ძალიან ნელი ნაბიჯებით, რაღაცა ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, ხო? რაღაცა არ ვცდილობთ ესეთი აქტიური ფაზის მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, ესეთი სიტუაცია არის. და ეს ადამიანი შეიძლება უფრო რაღაცა მომენტში ითქვათ, რომ ანკეს რო გადმოაგდებს, მე წაიღებს უკან, ხო? გადმოაგდებს, წაიღებს უკან, რაღაცა რო ცდილობს, რომ გაგიცნოთ, გამოერკვეს, უფრო რაღაცა ესეთი მომენტები გქონდეს, ხო, თქვენს მიმართ. შესაძლებელი აქვს რაღაც ესეთი სოციალურ ქსელებში დათვალიერებაც, ნახვაც, რა არის, როგორ არის, რა საქმიანობთ, ხო? ანუ ამ ბოლო დროს ძალიან ესე ხარცი მოდას მივაწეროთ თუ რას, მაგრამ ძირითადად მაინც სოციალური ქსელები ადამიანებისთვის რაღაც ესეთი გახდა, ხო? თუნდაც ჩვენ ახლობელს რომ ნახავთ, რომ რაღაცა კარგი ფოტო უდრის, ესე იგი კარგად არის და გთვლით, რომ შეიძლება აღარ მოვიკითხოთ, ხო? რაღაც ეს მომენტიც არის და შესაძლებელია, ეს ადამიანს აკვირდებოდეს, ხო, თქვენ ხასიათებს, ხო, რა გიდევთ, ან რაზე საუბრობთ, ან რას აზიარებთ, ხო? რაღაცა დაკვირვების მდგომარეობა არის. კარგით, მოდით ნახოთ. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? როგორ გხედავთ ეს ადამიანი, ხო? როგორ გხედავთ თქვენ? ნახოთ. მე ესე ვიტყოდი საკმაოდ დისტანცირებულ ადამიანად, საკმაოდ ფრთხილად. ნორმალურიც არის, ხო? ახლა პირველი ურთიერთობის დასაწყისში, ახლა პირდაპირ კისერზე შეხვდომა ნამდვილად არ არის, ხო? რაღაცა საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. ეს ადამიანი თქვენ გხედავთ საკმაოდ ესე ვთქვათ, ჭკვიან ადამიანთან, რომელთანაც შესაძლებელია საუბარი, საინტერესოა საუბარი, სასიამოვნოა საუბარი. შეიძლება აქ რაღაცა ესეთი ვთქვათ, იყოს მოსწავლე-მასწავლებლის მდგომარეობაც, ხო, რაღაც საინტერესო ინფორმაციებს იგებდეს თქვენგან, შეიძლება ითქვას, ხო, საკმაოდ ესეთი მშვიდი, წყნარი, დაბალანსებული, ზედმეტად ქაოტური არა, ხო, ეს რაღაცა ესეთი ადამიანად აღგიქვავთ. რატომღაც ფიქრობს, რომ შეიძლება ახლა რაღაცა ცოტა ესეთი გქონდეთ, ნახეთ რა მომენტი, იმდენად საინტერესო ხარ შეიძლება როგორც მოსაუბრე და ეს საუბარი, ნახეთ როგორი რაღაც არის ადამიანები, რომლებიც თქვათ წიგნებიდან საუბრობენ და არის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობენ, ხო? შეიძლება ითქვას, რომ აქ ადამიანი თქვენში ხედავს რაღაცა ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რომელიც თქვათ აძლევს იმის საშუალებას, რომ საკმაოდ საინტერესო იყოს თქვენთან საუბარი. აქედან გამომდინარე, ცოტა შეიძლება ითქვას, რომ ნახეთ როგორი მომენტი, დისტანციასაც იმიტომ იჭერთ და რაღაცა ესე აქტიურ ფაზაში არ გადადიხართ უცბად, იმიტომ რომ გამოცდილებები დიდი გაქვთ. იცით ცხოვრების გემო, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაცა მომენტში შეიძლება ცხოვრებას ვთქვათ, ესე დალაგებულად არ ქონია სიტუაცია და
შესაბამისად გამოცდილებიდან გამომდინარე გაქვთ თქვენი აზრები, ხო, რომელსაც თქვათ საუბრობთ. თითქოს ხდება ეს ადამიანი, რომ თლათ ისეთი ძალიან ლაღი და მარტივი ცხოვრება არ გაქვთ გავლილი, საკმაოდ ისეთი ხა სიტუაციებიდან გამომდინარე, ნუ კალვარდიანიო, ხო, რო იტყვიან ხოლმე, რაღაცა მომენტები შეიძლება ეკლიანიც იყოს თქვენი გზა და ნუ შესაბამისად რაღაცა თქვენც ესეთი ხართ, ხო? რაღაცა შვიდი, გაწონასწორებული, გაანალიზებული, ჯერ დაკვირვების ფაზაში ხართ, საკმაოდ კარგი მოსაუბრე ხართ, საკმაოდ საინტერესოდ გხედავთ ეს ადამიანი, მე ესე ვიტყოდი. რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობის სურვილზე? რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობის სურვილზე? რატომაც არა, საინტერესო იქნება თქვენთან ურთიერთობა, მე ესე ვიტყოდი, ნამდვილად, რო გითხრათ, რომ ეს ადამიანი რამე ისეც არ აპირებს, რომ გაიქცეს არსად, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად საინტერესო ხართ მისთვის, შეიძლება ჯერჯერობით ესე ვთქვათ, ამოუცნობიც ხართ მისთვის და აქედან გამომდინარე ეს ადამიანი ეცდება, რომ კარგად გაგიცნოთ, კარგად გაიგოს თქვენი აზრები, თქვენი ფსიქოლოგია, შეიძლება თქვენი ცხოვრება, ხო? ნუ ესე ვთქვათ, თქვენთან ურთიერთობას ნამდვილად გააგრძელებს ეს ადამიანი, შესაძლებელია ეს რაღაცა მომენტი იყოს, ვთქვათ, უბრალოდ SMS-ობა, მიმოწერა, ხო, რაღაც ესეთი აქტიური შეხვედრები შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაც ესეთი კომუნიკაცია ყოველ შემთხვევაში ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის საინტერესო ადამიანი ხართ, ხო? საინტერესო ადამიანი ხართ ნამდვილად, აი საკმაოდ კარგი, არ ვიცი ხარ თქვენ რა პასუხისმგებლობები გაქვთ, ხო? აი შეიძლება ხდება რომ ძალიან პასუხისმგებლიანიც ხართ რაღაცა მომენტში, ხო? მყარი ადამიანი ხართ, ადამიანი რომელსაც შეიძლება დაეყოს, ასე რომ აქ არის იმის საშუალო შანსი და ხედავთ, ანუ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას. და ეცდება ბევრად უფრო კარგად გაიცნოს თქვენი პროტოტიპი და უბრალოდ კარგად გაერკვეს თქვენს სულიერ ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ესე რომ ვთქვათ. როგორც ჩანს, კარგად მოგიხიბლიათ ეს ადამიანი, ხო? ნამდვილად აქვს პერსპექტივა თქვენს ურთიერთობას რომ გაგრძელდეს. თავად ეს ადამიანი რა ნაბიჯებს გააკეთებს თქვენს მიმართ? კონკრეტულ ნაბიჯს კი ბატონო, კაია რომ მესეჯებით, კარგია რომ რაღაცას კომუნიკაციას არ გაწყობს, მაგრამ რა ნაბიჯს გააკეთებს თქვენთან მიმართებაში? ნაბიჯი ექნება თუ არა უახლოეს პერიოდში. ნახეთ, ჯერ ესე გეტყვით, აქ ნაბიჯის მდგომარეობა ნამდვილად არ იქნება ესე უცბად და ნაჩქარები. შეიძლება თავის თავთან კონდეს რაღაც პატარ-პატარა ბრძოლები, რომ აი რატომ დაინტერესდა ესე ძალიან, ხომ? რატომ მოიხიბლა თქვათ თქვენით, ხომ? არის ეს მომენტიც, აი რა გაქვთ ისეთი, რასაც თქვათ სხვა ადამიანს არ აქვს. აი ჯერჯერობით იქნება ესეთი რა ვთქვათ გამორკვევის მდგომარეობაში, მაგრამ შესაძლებელია რომ სადღაც ესე რომ ვთქვათ ხა 4 დღეში თქვა ნამდვილად არ ვთქვი, მაგრამ სადღაც აი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის მაინც სადღაც 4 კვირაში ადამიანმა უფრო რაღაცა ესეთი შემოგთავაზოთ, ცოტა ესეთი ურთიერთობა, ეს არ იქნება რაღაც ესეთი ურთიერთობა, რომ აი რაღაცა ვიფიქრე და მე ხა გადავწყვიტე ამ ჩვენი SMS-ებით და ამ ჩვენი რაღაცა საუბრებით, რომ მე ცოლად მომყავხარ რაღაცა, არა. ეს იქნება ურთიერთობა, სადაც ადამიანი უბრალოდ გადმოდგავს ნაბიჯს და ეცდება ურთიერთობა დაალაგოს, ხო, თქვათ რაღაცა უფრო ახლო ფაზაში გადაიყვანოს ურთიერთობა. იცით რა არის, მოდით ესე ვთქვათ, რომ ამ ადამიანსაც შეიძლება ქონდა საკმაოდ ესეთი რთული გამოცდილება ურთიერთობებში. მაინტერესებდა რატომ რატომ უფრო აქტიურად არ გადმოდგავს, ხო, ხა ვთქვათ, თუ გავიცანით ერთი თვის წინ უკვე და ადამიანი კიდე
მარტო მესიჯებით იფარგლება, რატომ არ დგავს თქო და მე ესე ვიტყოდი, რომ მაგ ადამიანს შეიძლება აქვს რაღაცა ცოტა მწარე გამოცდილება ურთიერთობებთან მიმართებაში და ცდილობს, რომ რაღაცა არ შეცდეს, ხო, რაღაცა არ გამოვიდეს ისე, რომ თქვათ აღფრთოვანდეს, შემოვიდეს კომუნიკაციაში და მე ისე არ აღმოჩნდეს, როგორც თქვათ დაინახან, როგორც თქვათ მას უნდოდა რომ ყოფილიყო და თქვათ მისი ილუზია იყო რომ აი დაინახა ის რომ თქვენ ძალიან ისეთი ხართ ხო არის ეს მომენტი და შესაბამისად ადამიანს იმიტომ აქვს ეს მდგომარეობა რომ აი რაღაცა ილუზიაში არ აღმოჩნდეს და ამიტომ ძალიან ფრთხილად ეცდება თქვენს ანუ თქვენთან კომუნიკაციას ხო რაღაცა დისტანცირებულად ყოველ შემთხვევაში ესე ვიტყოდი და მოდით ნახოთ სამყარო თუ ხედავს საერთოდ თქვენს ურთიერთობას და როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას იცით რა არის ნახეთ საკმაოდ ისეთ აქტიურ მდგომარეობას ხედავს სამყარო მაგრამ ეცადეთ რომ იმაზე მეტი ილუზია არ გაგიჩნდეთ ურთიერთობაში ვიდრე უნდა იყოს ხო ანუ არის ნახეთ როგორი მომენტი როდესაც რაღაცა მოგწონს ხო რაღაცნაირად აღფრთოვანდებით ხომე ადამიანები ჩვენ გვქნით ილუზიას რომ თქვათ ეს პიროვნება აუცილებლად იქნება ჩემი მეუღლე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ წინასწარ გეგმავთ რაღაცებს და ამ გეგმებში მე საბოლოო ჯამში რაღაც ისი არ არის ხომე როგორც უნდა იყოს შესაბამისად როდესაც გეგმებს ჩვენ თვითონვე ვსახავთ და ცოტა ვწდებით რეალურ მდგომარეობას ხდება ის სიტუაცია რომ იმედგაცრუებულები რჩებით ხო ახლა ძაღლისგან კატა არ გამოვა ვერ დაიკნა და კატა ვერ დაიყეფებს ხო ანუ შესაბამისად ნახეთ როგორ რაღაც არის როდესაც ჩვენ ვუყურებთ კატას და ფიქრობთ რომ ეხა ეს დაიყეფებს და აი ეს იქნება და დამიცავს და იქ რაღაცა ვიღაცას გაიკიდება ესე არ არის ხო შესაბამისად ადამიანებშიც ესეთი რაღაცა მომენტი არის როდესაც ჩვენ ვთვლით რომ ეს ადამიანი არის პრინცი არ არის პრინცი ეს ჩვენ შევქმნით პრინცი უბრალოდ დავაკვირდეთ უბრალოდ შევხედოთ უბრალოდ გავეცნოთ და ვნახოთ ხო მის ქმედებებს დავაკვირდეთ და არა იმას რომ აი უბრალოდ რახან მითხრა რომ მოვწონ ვარ და თქვათ იქ ორი ძმაკაცი გამაცნო თქვათ ერთ-ერთი ძმაკაცის მეუღლეც გამაცნო ეს იმას ნიშნავს რომ მას უკვე ოჯახში მივყავარ ხო არა მეგობრებო ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი მომენტი რომ აი აბა რისთვის გამაცნო თავისი ძმაკაცი და ძმაკაცის ცოლი ან უბრალოდ გაგაცნოთ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა რახან ძმაკაცი და ძმაკაცის ცოლი გაგაცნოთ, არის პირდაპირი ხელისთხოვნა, ოჯახში მიყვანა, მშობლებთან საუბარი და ასე შემდეგ. უბრალოდ იმისთვის გაგაცნოთ, რომ სადმე ერთად коммуникация შეძლოთ. ხო, უბრალოდ რაღაცა მეგობრების შეკრებაზე წაგიყვანოთ, რაღაცნაირად არ გქონდეთ დისკომფორტი, თქვათ იქ ერთ-ერთ მეუღლეს იცნობთ და ნუ გვერდზე მიუჯდებით და დაელაპარაკებთ. იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ილუზიები არ შეიძლება, რომ სამყარო ხედავს, რომ თქვენ აქ შესაძლებელია ილუზიები შეიქმნათ და ცოტა იმედგაცრუებულიც დარჩეთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამიტომ უბრალოდ აქტიური ფაზა რომ წავა და აქ წავა აქტიური ფაზა, ნუ უბრალოდ არ აყვეთ ამ დიდ ემოციურ მდგომარეობას და ილუზიები არ შეიქმნათ, ხო? უბრალოდ გაყევით სიტუაციას, უბრალოდ შეხედეთ მდგომარეობას, უბრალოდ მიიღეთ ურთიერთობა ისე, როგორც ესე რომ ვთქვათ, აი, ნახეთ ხვალ-ზეგ, მაზეგ რა იქნება, იმაზე არ იფიქროთ. დღეს ხართ ერთად, ხართ ბედნიერები, მოგწონთ მისი SMS-ები, მოგწონთ მისი ვთქვათ, შეხვედრები, ფინჯან ყავასთან საუბრები და ატკბით ამ ყველაფრით, ხო? ნუ რაღაცა ილუზიას ნუ შექმნით, იმიტომ რომ ამ ეტაპზე სამყარო ნამდვილად ვერ ხედავს ახლა ისეთ განვითარებას და რაღაცა სასწაულ ოჯახით დაგვირგვინებას, ამიტომ რაღაცა ზომის ფარგლებში გაყევით, ხო, ხა, ნუ შექმნით იმას, რომ აი რაღაცა მაინდა-მაინც ოჯახურ ურთიერთობაში შევალ და ძალიან ხშირად არის ხოლმე მეგობრებო,
ქალბატონებსაც და სხვათა შორის მამაკაცებსაც ძალიან ხშირად ავთხოვენ, რომ მაშინ რატო დაიწყო ჩემთან ურთიერთობა, თუ კი არ უნდოდა ოჯახი. ანუ, იცით რა არის, ნახეთ, ურთიერთობა და ოჯახი ორი სხვადასხვა ფაქტორია. ურთიერთობა მინდა, სიამოვნებს, კომფორტულად ვარ, ვცდილობ კომფორტი შეგიქმნა, ბედნიერები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ოჯახი უნდა შეიქმნას. კი, სადღაც ბოლოს მივდივართ ოჯახამდე, ხომ სლათ 20 წელი არ უნდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობა და ნუ რაღაცა 3 თვე, 6 თვე, 1 წელი, ხო? და მე უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანი ხა 1 წლის მერე უკვე უნდა გადაწყვიტოს რა უნდა, ხო, საერთოდ. ან არის უბრალოდ რომ ადამიანები არიან, რომელსაც უბრალოდ არ უნდათ ოჯახი, არა აქვთ იმისი პასუხისმგებლობების აღების მდგომარეობა, ხო, ვიღაცა შვილიც არ უნდა, ანუ არის ესეთი კატეგორია, უბრალოდ მინდა მყავდეს სტაბილური პარტნიორი და იქ დავასრულე, ხო, ანუ უბრალოდ კარგად ვართ ერთად და ვიყოთ ერთად, ხო, აუცილებლად ხელის მოწერა და ჯვრის დაწერა და თეთრი კავები, ანუ კი ბატონო, ქალბატონებს ძალიან უნდათ, მაგრამ ყველა მამაკაცის ოცნება ნამდვილად არ არის შარვალ კოსტუმში დაჯდომა და ნუ რაღაცა ესე რა ვთქვათ თიძე კალიცა. აქედან გამომდინარე, ხო, ანუ ნუ შექმნით. აი, აქ რაღაც ისეთი მომენტია. ახალი ურთიერთობა აქვს ამ ურთიერთობას პერსპექტივა იმის, რომ განვითარდეს და მთავარი აქ არის, რომ აი სწორად გაყვეთ ურთიერთობას, მე ესე ვიტყოდი, ხვდებით? ანუ აქ უფრო ესეთი მომენტი არის, აი სწორად მიყვეთ სიტუაციებს, ყოველდღიურ სიტუაციას მიყვეთ სწორად. ნუ შესაძლებელია მე უკვე გახვიდეთ კიდევაც იმ სასურველ მიზნამდე, თუ მიზანი არის ის, რომ ოჯახი შეიქმნას, რა თქმა უნდა, მაგამდეც მივყავთ. უბრალოდ როგორც ჩანს, ეს ადამიანი ძალიან ისეთი ფრთხილია, იცით, ურთიერთობაში. იმიტომ რომ შეიძლება ცუდი გამოცდილება აქვს, უკვე დაკარგა ურთიერთობა, რაღაცა ნდობის ფაქტორი არა აქვს, რაღაცა სხვანაირად უყურებს სიტუაციებს, ხო? ანუ უბრალოდ ცოტა შეიძლება იყოს რაღაც ისეთი დაკვირვებული, ხო? აი ხა ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი მომენტი, უთქვიათ რა მამაკაცებს, რომ აი იცი რა მაინტერესებს, რომ ქალი რატო უყურებს მამაკაცს მარტო ისე, რომ მარტო მისგან უნდა იყოს საჩუქარი ან რაღაც არა, მაგრამ არ უნდა იყოს მარტო მამაკაცისგან საჩუქარი, თუ ურთიერთობა ქალბატონებაც უნდა გაუკეთოს საჩუქარი და მამაკაცმაც. ნახეთ, ურთიერთობა არის ორმხრივი, არც მარტო ქალბატონები უნდა გადაყვნენ მამაკაცებს და გაუკეთონ ყველაფერი და იქედან არანაირი ემოცია არ მიიღონ და არც მამაკაცებმა არ უნდა გაუკეთონ ყველაფერი და არანაირი ემოცია არ მიიღონ, ხო? ანუ ურთიერთობა არის ორმხრივი, ანუ მოგეცი მომეცი, ანუ ძალიან ცუდი მომენტი არის ეს მატერიალურამდე რომ დაყოს, იმიტომ რომ ურთიერთობა იმდენად ამაღლებული მდგომარეობა და იმდენად სულიერებასთან უფრო ახლოს უნდა იყოს ვიდრე მატერიალისთან და სამწუხაროდ ჩვენ და ბოლო პერიოდი, რასაც ვაკვირდები და ჩემი გამოცდილებიდან, რასაც ვისმენ და ვუყურებ და ასე შემდეგ, ძალიან მიწიერი გახადეს და ძალიან მატერიალიზმზე დაფუძნებული გახდა ურთიერთობები, თუ ქალბატონს არის რაღაც შეძლებული, რას ქვია, მამაკაც არ უკეთებს, ან თუ მამაკაცია ოდნავ შეძლებული, რატო ქალბატონს არ უკეთებს, ხო, აი რაღაცა ის ცოტა უხერხული მომენტებია ხოლმე ნამდვილად, ხო? აი აქ შეიძლება ითქვას, რომ არის ესეთი გამოცდილება, შეიძლება, როდესაც ადამიანმა ყველაფერი ჩადო და მიიღო ნაკლები მიიღო რა, ვთქვათ, სულიერი სიმშვიდე ვერ პოვა ამ ადამიანთან, ხო? და ამიტომ ესე არ იჩქარებს და ძალიან ფრთხილი იქნება ურთიერთობაში. ამიტომ ნახეთ, თუ თქვენთვის მიზანი არის ის, რომ ამ ადამიანთან რაღაცა გქონდეთ მომავალი, ეცადეთ დაინახოთ ამ ადამიანის შეხედულებები სწორად. გამოცდილებები სწორად, ხო? აი რაღაცა არ იფიქროთ, რომ მაინდა-მაინც ჟმოტია, ან არ იფიქროთ, რომ მაინდა-მაინც რაღაცა ისეთი ის არის, ხო? იმიტომ რომ შეიძლება არ გქონდეს ისეთი ემოციური გამოხატულებები ამ ადამიანს თქვენს მიმართ, ამიტომ ცოტა ისეთი მომენტია და აქედან გამომდინარე ვამბობ ამ ყველაფერს.
მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა. ნამდვილად კარგია, ვერ ვიტყვი რომ ცუდად ხედავთ, საკმაოდ კარგად ხედავთ ეს ადამიანი, საკმაოდ საინტერესო ადამიანად, მას აქვს სურვილი ურთიერთობის და გააგრძელებს ურთიერთობას და აუცილებლად, ასე ვთქვათ, აუცილებლად რა, საჯაროა გაშლად, ეხლა ყველასთვის ნამდვილად ერთნაირად ვერ იქნება, ვერ რეზონირდება, მაგრამ აქ იქნება კომუნიკაცია, ესე ვთქვათ, სატელეფონო, რაღაც ესეთი, ხო, მესიჯებით თუ რა ვიცი, სხვადასხვა სოციალური ქსელით და შემდეგ უკვე დაკვირვების და იმ გაანალიზების შემდეგ უკვე რაღაცა პატარა ნაბიჯსაც გადმოდგავს თქვენსკენ. აი ესე გამოვიდა ეს ყველაფერი, მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს, სიხარულს, სიყვარულს და ყოველთვის გისურვებთ რომ სწორი ადამიანები გყავდეთ გვერდით. დროებით.